განათლების სამინისტროს ახალმა რეფორმამ საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით ფუნქციონირება უკვე დაიწყო. Როგორც ვიცით, შარშან და შარშან წინ საქართველოს მასშტაბით ტარდებოდა ეგრეთ წოდებული კატის გამოცდები. წელს მე-12 კლასის გამოცდებს ჩაატარებს სკოლა და არა ეროვნული ცენტრი. მოგცეს თავისუფლება, დირექტორმა უნდა გადაწყვიტოს, შეუძლია ჩაატაროს გამოცდები, შეუძლია სხვა ფორმას მიმართოს, შეუძლია ეს გამოცდები ჩაატაროს ტესტის სახით, შეუძლია ზეპირი ფორმით. ყოველ შემთხვევაში ამ თემას წყვიტავს სკოლის დირექტორი. ჩვენ ალბათ გადავწყვიტავთ შემდეგნაირად, ჩვენ ჩავატარებთ ყველა ძირითად 8 საგანში გამოცდას. სასწავლო წლის დაასრულებისას ამაზე ალბათ კიდევ გვექნება დამატებითი მითითებები, დაველოდებით ცენტრს, იმიტომ რომ ეს არის უბრალოდ წინასწარი ნათქვამი და ჩვენ კიდევ მაინც იქით გვაქვს ყურადღება თუ რაიმეს მითითებას მოგცემენ. შეგვიძლია მაგალითად თუ რამეს ჩვენ გადავწყვიტავთ რაიონმა ვთხოვოთ, შეგვიძლია კონკრეტულად სკოლამ ვთხოვოთ, რომ ან ტესტებში დაგვეხმარონ, ან შეგვიძლია დამოუკიდებლად ვიმოქმედოთ, შეგვიძლია დახმარება. ყოველ შემთხვევაში ეს ვიცი ზუსტად, რომ ჩვენ ჩავატარებთ გამოცდებს და არ ვიქნებით ის სკოლა, რომელიც გამოცდას არ ატარებს. ახალი რეფორმის თანახმად მე-11 კლასის მოსწავლეები ჩააბარებენ 4 საგანს: ქიმიას, ფიზიკას, ბიოლოგიას და გეოგრაფიას, ხოლო მე-12 კლასის მოსწავლეები ქართულს, მათემატიკას, უცხო ენასა და ისტორიას. რაც შეეხება მე-11 კლასელებს, ანუ სკოლაში არის ესეთი რაღაცა, ბავშვი სკოლას საგანს ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და გეოგრაფიას ამთავრებს მე-11 კლასში. შარშან და შარშან წინ იყო ასე, რომ ბავშვი ამთავრებდა ამას მე-11 კლასში და მე-12-ში აბარებდა შემდეგ კატის გამოცდას. ფაქტიურად ეს ბავშვი 1 წლის განმავლობაში საგანს არ გადიოდა. ეს რა თქმა უნდა ძალიან მოსაწონი არ იყო. წელს გადაწყდა შემდეგნაირად. ბავშვი ამ 4 გამოცდას, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა და გეოგრაფიას ჩააბარებს საგნის დასრულებისას, ხოლო დარჩენილ 4 საგანს შემდგომ წელს წლის ბოლოს მე-12 კლასის დასრულებისას დაამთავრებს და ჩააბარებს დარჩენილ 4 საგანს. ანუ ეს საკითხი ეხება ამ წლის მე-11 კლასელებს. იმის გამო, რომ მაისი მალე მოვა, ამასთან ტესტებია შესაქმნელი, განათლების და მეცნიერების მინისტრმა მოგცა ესეთი განმარტება, რომ ეს ბავშვები გამოცდებს ამ 4 გამოცდას ჩააბარებენ არა მაისში წლის ბოლოს, არამედ ოქტომბრის ალბათ დასაწყისში. იმიტომ რომ ბავშვებსაც მიეცეთ ამოსუნთქვის საშუალება და კარგად კონდეთ საშუალება რომ მოამზადონ საგნები და აგრეთვე შეიქმნას ეს ტესტური ბაზა. ანუ ეს გამოცდები მე-11 კლასელებისთვის იქნება კატის გამოცდები, ჩვეულებრივი კომპიუტერული ფორმით, და ამას ჩაატარებს ცენტრი, ეროვნული ცენტრი, ხოლო კიდევ გეუბნებით, რომ წელს გამონაკლისის სახით მე-12 კლასის გამოცდებს ჩავატარებთ ჩვენ, სკოლები. ახალი რეფორმით მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები კმაყოფილებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ გამოცდების ეს ფორმა მათთვის მისაღებია. პირველ რიგში მინდა დავიწყო იქიდან, რომ ჩვენთვის ძალიან კარგი შეღავათი იყო ამ საატესტატო გამოცდის მოხსნა, ასე რომ ვთქვათ, ანუ ჩვენთვის 4 ეროვნული გამოცდები და 4 საგნის ჩაბარება არის სასიამოვნო, შეიძლება ასე თქვას, იმიტომ რომ ჩვენ თავიდანვე ფსიქოლოგიურად შემზადებული ვიყავით იმისათვის, რომ ჩაგვებარებინა 4 ეროვნული გამოცდა, ანდაც 8+1. 8+1 მოიხსნა, როგორც ჩვენ ვიცით, და დაგვრჩა ეროვნული გამოცდები და სასკოლო გამოცდები. სასკოლო გამოცდები ალბათ იქნება უფრო სხვა კუთხით ჩატარებული და არა ქეთის ტიპის გამოცდები და იქნება ჩვენთვის ანუ ფსიქოლოგიურად კარგად ვიქნებით მომზადებული ამისათვის და ეროვნული გამოცდებისთვისაც უფრო კარგად ვიქნებით შემზადებული, იმიტომ რომ 12 წელი ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, რომ უნდა ჩაგვებარებინა ერთიანი ეროვნული გამოცდები. ახლახან შევიტყეთ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ. მეც და ჩემი თანატოლების ალბათ უმრავლესობა კმაყოფილი დარჩა ამ ცვლილებების გამო, რადგან ჩვენ აღარ ვიქნებით მე-12 კლასში ისეთი დატვირთულები, როგორც თქვათ იყვნენ შარშან ბავშვები და ასევე როდესაც ჩვენ წელს ვამთავრებთ ამ საგნების შესწავლას ფიზიკის, ბიოლოგიის, ქიმიის და გეოგრაფიის და ჯობს ბევრად რომ ჩავაბაროთ გამოცდები წელს, ვიდრე მომავალ წელს. იმიტომ რომ წელს უფრო მეტი ცოდნა გვაქვს ამ საგნებში, თანაც მომავალ წელს გვექნება მეტი დრო, რომ უკვე დანარჩენ 4 საგანს შევუდგეთ და მოვემზადოთ გამოცდებისთვის. აღნიშნული რეფორმა რამდენი ხნის განმავლობაში იფუნქციონირებს გადაწყვეტილი არ არის.
Təhsil Nazirliyinin yeni atestat imtahanları ilə bağlı reforması qüvvəyə minib. Artıq 2 ildir Gürcüstan miqyasında buraxılış imtahanları keçirilirdi. Bu il 12-ci sinif imtahanları Milli İmtahanlar Mərkəzində deyil, məktəblərdə keçiriləcək. Direktor qərar verməlidir. İmtahanları keçirməkdə başqa formalara müraciət edə bilər. İmtahanı test və ya şifahi üsul ilə keçirə bilər. Bu mövzuların hamısına məktəb direktoru qərar verir. Biz yəqin ki, əsas 8 fəndən imtahan götürəcəyik. Mərkəzdən veriləcək qeydi gözləyəcəyik. Məsələn, biz rayon olaraq və ya konkret bir məktəb olaraq hansısa köməyi tələb edə bilərik. Tam sərbəst də hərəkət edə bilərik. Hər halda onu dəqiq bilirəm ki, biz imtahanları keçirəcəyik. İmtahan verməyən məktəblər sırasında olmayacaq. Yeni reformaya əsasən 11-ci sinif şagirdləri 4 fəndən kimya, fizika, biologiya və riyaziyyatdan, 12-ci siniflər isə gürcü dili, riyaziyyat, xarici dil və tarix fənlərindən imtahan verəcəklər. 11-ci siniflərə gəldikdə isə məktəbdə belə bir hal var idi ki, şagird fizika, kimya, biologiya və coğrafiya fənnini 11-ci sinifdə bitirir. Keçən il və iniş il qayda belə idi ki, şagird bu fənləri 11-ci sinifdə bitirirdi və 12-ci sinifdə imtahan verirdi. Faktiki olaraq şagird bir il ərzində bu fənləri keçmirdi. Bu əlbəttə ki, çox da xoşa gələn deyildi. Bu il başqa cür qərar verildi. Şagird bu il həmin 4 fəndən bitirəndə imtahan verir. Qalan 4 fənni isə 12-ci sinifi bitirəndə imtahan verəcək. Bu məsələ bu ilin 11-ci siniflərinə aiddir. May ayı tez gələcək və testlər hazırlanmalıdır deyə Elm və Təhsil Nazirliyi belə qərar verdi ki, bu şagirdlər may ayında deyil, oktyabrın başlanğıcında imtahan versinlər. Çünki uşaqlara da imkan verilsin ki, fənlərə hazırlaşsınlar və test bazası yaransın. Bu imtahanlar 11-ci sinif şagirdləri üçün kompüter forması ilə adi imtahan olacaq. İmtahanı Milli Mərkəz keçirəcək. 12-ci siniflərin imtahanını isə biz məktəblər keçirəcəyik. Yeni reformanı 11 və 12-ci sinif şagirdləri də bəyənirlər. Belə ki, onlar fən imtahanlarının siniflərə bölünməsini özləri üçün faydalı hesab edirlər. İlk növbədə demək istəyirəm ki, attestat imtahanlarının götürülməsi bizə yaxşı güzəşt oldu. Bizim üçün milli imtahanları və 4 imtahan vermək xoşdur. Çünki biz psixoloji olaraq hazırlaşmışdıq ki, milli imtahan və üstəlik 8 imtahan verməliyik. 8 üstə gəl bir götürülüb, milli imtahan və məktəb imtahanlarımız qalıb. Məktəb imtahanları başqa yöndə keçiriləcək. Psixoloji olaraq milli imtahanlara da yaxşı hazırlaşacaq. Təhsil sahəsindəki yeniliklərdən indi xəbər tutduq. Mən və ilə yaşıdlarım da dəyişikliklərdən razıyıq. Çünki biz 12-ci sinifdə keçən ilki şagirdlər kimi yüklənməyəcəyik. Bu il kimya, fizika, biologiya və coğrafiya fənlərini bitiririk. Daha yaxşı olar ki, bu fənlərdən imtahanı bu il verək, nəinki gələn il. Çünki bu fənlərdə bu il daha çox bilgimiz var. Gələn il isə hazırlaşmağa daha çox boş vaxtımız olacaq. Bu reformanın neçə il davam edəcəyinə isə hələ rəsmi qərar verilməyib. ხმაური იყო ბაქოს ქუჩის ნომერ 1-ში მდებარე შენობასთან, სადაც დევნილების ნაწილი შეიჭრა. მათ სამინისტროდან უკვე მიიღეს წერილი, სადაც ფართის დატოვებას თხოვენ. დევნილების თქმით, აღნიშნული შენობა მათთვის უნდა გადაეცათ, თუმცა ეგრეთ წოდებულ პრივილეგირებულ დევნილებზე გაიყიდა. მათი თქმით, საცხოვრებელი ფართებით ვაჭრობაში სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი. ტოლვილები უწყებისაგან ფართების დაკანონებას და იმ კომისიის საქმიანობის გამჭვირვალობას ითხოვენ, რომელიც საცხოვრებელ ფართებს აკანონებს. მოდიან და გვემუკრებიან გამოსახლები. ნუ რას უკაცრავად. ჩვენ ვართ აქ კანონიერად შემოსული, შეჭრილები ჩვენ არა ვართ. აქჯერ შეიჭრა სხვა, რამდენი გამოიწვალა ღმერთმა იცის. სამ რიცხვში ვეახელი დევნილთა სამინისტროს, ნახე ბევრი ხალხი იყო და რომ თქვენს გატყდა ტაშკენტის ქუჩაო, შევიდნენ დევნილებიო და წავიდეთო ბამბის ისა წავიდეთო ბაქოს ქუჩაზე, ჩვენმა დევნილმა და წამოვიდით და შემოვედით აქ. და ახლა რასაც ლაპარაკობენ, რომ ბამბის ნართი უნდა ჩავასახლოთ და თქვენ უნდა გამოგასახლოთ, იმათთვის იყო ეს განკუთვნილიო. ეს არის მოგონილი ჭორი, რომელიც აგორებულია 3 თვის უკან. სად უნდა წავიდეთ? აქ დუმბაზისგან ვინც მოსული ვართ, ყველა უსახკარო, შეამოსმა გასო კომპიუტერი მათი ხელშია. თუ რაიმე გვაქვს აღებული. არსად გავსვილი არა ვართ, გადაეცით ჩვენ სამინისტრო. ჩვენი გასვლა იქნება აქ და თვითონ კუბოთ რო გაგვიდანებენ.
მეტი ჩვენი გასწრა სად უნდა წავიდგინოთ ყოველთვის ტონვილი უნდა ვიყოთ ყოველთვის უნდა ავიყაროთ და დავიყაროთ ცოდვები არა ვარ ჩვენ სამინისტროს მხრიდან მიღებული წერილიდან ირკვევა რომ მათ უახლოეს მომავალში უნდა დატოვონ ეს ტერიტორია თუ არა და მაშინ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები ჩატარდება მათ მიმართ სამწუხაროდ ამ წერილში არ არის კომისიის დასკვნა დადებული რომ უნდა მომხდარიყო თითოეული ოჯახის შესწავლა და შესაბამისად ალტერნატიული ფაქტების შეთავაზება ამაზეც არ არის საუბარი უცნობია მე საკუთრე ვინ არის ამ ობიექტის არადა ეს არის ტოლთა განსახლების ბალანსზე და ეს დეუნთა განსახლების ობიექტია სამწუხაროდ ეს 17 ოჯახი რომელსაც საგარანტიო ფურცელი ჰქონდა კობასუბელიანის პერიოდიდან სამინისტროდან სწორედ აქ უნდა შემოესახლებინათ და განსახლება აქ უნდა მომხდარიყო ამ დევნილების გარემოს დაცვის მინისტრი არასამთავრობო სექტორის 80-ზე მეტ წარმომადგენელს შეხვდა ხათუნა გოგოლაძემ, მათ სამინისტროს სამომავლო გეგმები გააცნო და საკუთარი მოადგილეები წარუდგინა. არასამთავრობოების თქმით, სამინისტრო მათთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს. ჩვენი თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან უნდა იყოს ძალიან მჭიდრო, გამჭვირვალე. მიზანს წარმოადგენს ის, რომ ერთი გავაცნოთ, რას ვაპირებთ სამინისტროში, რა არის ჩვენი მიზანი. ასევე მინდა წარმოვიდგინოთ ჩემი მოადგილეები და დავსახოთ ის გეგმები თუ როგორ ვითანამშრომლებთ ფორმატი გამსახუროთ როგორ ვითანამშრომლებთ მომავალში არასამთავრობო სექტორთან. კურირებას გავუწევ საერთაშორისო მიმართულებას, როგორც მოგეხსენებათ, გარემოს დაცვის სფერო არის სფერო, რომელიც ყველაზე ღიაა საერთაშორისო ურთიერთობებისთვის და როდესაც ჩვენ ვსაუბრობ ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრაციას, ეს გზა გადის გარემოს დაცვის თანამშრომლობაზე. დღევანდელი შეხვედრა აი ესეთი რიცხობრივი ალბათ მრავალი წელი არ ყოფილა გარემოს დაცვის სამინისტროში და იმედი გვაქვს რომ ეს ამას ექნება რეგულარული ხასიათი და რომ ჩვენგან მიღებული წინადადებები გარემოს დაცვის პოლიტიკის განსაზღვრისას გარემოს დაცვის სამინისტრო გაითვალისწინებს მომავალში. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით რუსეთს საქართველოს შორის სარკინიგზო ხაზის აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები არ დაწყებულა. პატა ზაქარეიშვილის თქმით, მისი სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა. მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე სხვა საკითხებისგან განსხვავებით აღნიშნული თემა დაბლოკილია, რათა მისი განხილვა შესაძლებელია.